გურიაში რომ ჩამოხვალ გომის მთაზე, თუ არა ხვალ, ჩათვალე რომ ბევრი რამე დაკარგე და არ გინახავს. ხო და მე როგორც ჭეშმარიტი გურული და არაერთხელ გომის მთაზე ნამყოფი ადამიანი გადავწყვიტე დღეს რომ ამოსულიყავი, მაგრამ არ გამიმართლა სამწუხაროდ, ისეთი ნისლია რომ არაფერი არ ჩანს. მაგრამ რაც მთავარია, ამოვედი და ამ გემრიელი ჰაერით დაუტკბი. ვეცდები კარგი კადრები განახოთ და ნისლიანი გომის მთას დაგანახოთ. სხვა რომ ჩანს და აქ მთელი ღრუბლების კასკადია, ეგ უკვე ყველას მრავალჯერ ნანახი გექნებათ. მოდი დღეს ნისლიანი გომის მთა დავათვალიეროთ. ინჩა, დაგღალეთ ხო? ძალიან დაღლილი ვარო, ძალიან ცუდ პირობებში მიწევს მუშაობა და აღარ მინდა ეს ტურისტებსო დავატარებ ზევითქვევითო. ყელში არ მომიხვედითო. ესე მითხრა. ჩვენმა მეგობარმა სკვინჩა. მეც ძალიან მოვბეზრდი, კაი, კარგად. კაკა. ეს არის ნამდვილი ბავშვობა. ეხლა რასაც აკეთებენ ეს ბავშვები. მოშორდნენ გაჯეტებს, ამოვიდნენ დასასვენებლად და თამაშობენ ფეხბურთს თავისთვის მშვიდად წყნარად. მშობლებო და ბავშვებო, ეცადეთ რომ მაქსიმალურად მოერიდოთ გაჯეტებს, ამოხვიდეთ სუფთა ჰაერზე, ითამაშოთ ფეხბურთი, დაატკბეთ ცხენებით, ბუნებით და სულ რაც მთავარია სუფთა ჰაერით. ეხლა გაჩვენებთ ულამაზეს ხედს, მეგობრებო, კარგად დააკვირდით. როგორია გომის მთა ნისლში? ნათია პირველადა, მაგრამ მაინც ულამაზესი ძახის, არაფერი არ უნახია, როგორც თქვენ არ გინახავთ არაფერი, ნათიასაც ისე არაფერი არ უნახავს, მაგრამ ლამაზიაო იძახის. საერთოდ არაფერი არ ჩანს, საერთოდ. ამოდით მეგობრებო გომის მთაზე, დაატკბით ამ სილამაზით. რა თქმა უნდა, ხედები არ გვაქვს, მაგრამ ნისლშიც და კარგამინდშიც გომის მთა ყოველთვის არის ულამაზესი და მისტიური. ეხა ბავშვები ნისლში თამაშობენ ფეხბურთს, მაგრამ არ ჩანს არაფერი. წავედი მე სოფლის გზას, გაუყვები. აბა კარგად იყავით და გელოდებით თქვენს, ჩამოდით გომის მთაზე.